მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უკვე წელიწად ნახევარზე მეტი ეს პროცესი მიმდინარეობს, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ გააზრებაც მიჭირს მთელი სცენარის, რამდენი რამ მოხდა. თუმცა მინდა დავიწყო ძირითად ნაწილზე ვისაუბრო, საიდან დაიწყო ჩვენ შორის ასე ვთქვათ გზების გაყოფა და მე რაში გადაიზარდა ეს ყველაფერი. პირველი ნაწილი იყო, ესე იგი, ოლეგ დერეპასკასი, რუსი სანქცირებული ოლიგარქის, როდესაც მისმა იახტამ შეასწრო თურქეთში ნეიტრალურ წყლებში და ის სანქცირებაზე იყო გადაცემული. პირველი დავალება იყო, რომ ჩვენ უნდა გაგვეყალბებინა საბუთები, იმიტომ რომ სხვა დროში ეს ვერ მოესწრებოდა და უნდა შეგვეცვალა მისთვის ქართული საზღვაო დროშა უნდა დაგვეყენებინა ოფშორის დროშის მაგივრად, რაც მისცემდა მათ საშუალებას, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ დროულად და თავი აერიდებინათ, მე გავიდოდნენ სოჩში. ეხლა ეს ძალიან მოკლედ ყვებია, იმიტომ რომ დიდი ისტორია არის. ეს იყო პირველი უარი. მეორე უარი ეხება უსვალოდ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელ ანდრეი კრუშანოვს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარკვეულწილად მენტორია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ურთიერთობას მე მასთან მომიწია იმ პერიოდში, როდესაც ივანიშვილებმა მას იახტა გაუგზავნეს საჩუქრად ჩემი ხელით. გავიცანი ისის და მისი მეუღლეც, მისი მეუღლე დაკავებულია მაგიით, ემსახურება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ანუ მის შელოცვებს და ასე შემდეგ, ხოლო მისი ამ ქალის მეუღლე გახლავთ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი. ეს ადამიანები დაახლოებით საქართველოში არიან უკვე მერვე თვე არის და ჩემი ინფორმაციით ხელმძღვანელობენ აი ამ მთელ პროცესებს, რაც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს ანტიევროპული მიმართულებით. თქვენ აქ ქვეყნებთ აუდიო ჩანაწერებს Facebook-ზე. კი ბატონო, ეს კი ამ ადამიანის ხმა არის. А на мой вопрос, что с этим делать, они сказали, что нужно прозванивать вообще по определению все цепи, прозванивать и искать все контакты, и все менять. Это моя задача или ваша задача? Кроме того, видео сейчас пришлет Юля. ანუ ის მაღალჩინოსანი რუსეთის დაზვერვის ეს და ვის ეჩხუბება ქართულ მაღალჩინოსანს? ეჩხუბება, არ მაქვს 100%-იანი ინფორმაცია, ან ეს გახლავთ ბატონ ლილუაშვილი, ან ეს გახლავთ როდიონოვი გომელაური, იმიტომ რომ ის გამწარებულია იმ ფაქტით, თუ როგორ მოხდა ერთ-ერთ საგამოძიებო ასე ვთქვათ მედიაში, პროექტში მათი საზღვრის კვეთის ფოტოები და როგორ გაირკვა, თუ როგორ მიენიჭა საჩუქრად მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა. ხო, იქ უხსნის თითქოს რომ მითითება მიიღო, გადაელახა რაღაც საფეხურები და კრუშანოვი მაღალი ალბათობით როგორც თქვენ ამბობთ, ან გომელაურს, ან ლილუაშვილს საქმეს ურჩევს? კი, სავარაუდოდ ნახეთ როგორ არის ეს ჩანაწერი გაკეთებული არის მის ახლოს მდგომი პიროვნების მიერ, იმიტომ რომ ეს ადამიანი იწევდა უშუალოდ კრუშანოვს, ანუ იქიდან შეომავალი ხმა, როგორც ამ ადამიანმა ამიხსნა, ეს ადამიანი თვითონ რუსი არ არის, მაგრამ რუსულ ენოვანია და რო ვკითხე რომ ვის ესაუბრებოდა თქო, განმიმარტა რომ ანუ რუსულად მითხრა რომ ნაჩალნიკ ვაშევა კგბ და ნუ ეხა აქედან ორი ვარიანტი შეგვიძლია ვივარაუდოთ, იმიტომ რომ ის დაბალ რგოლს არ დაელაპარაკებოდა. ამ ტონალობაში ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს. რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი ავთენტიკურია. ეს რა თქმა უნდა, ეხა მე ვიცი რომ ჩემთვის ეს ავთენტიკურია და რეალურია. ის ჯერ გამოხატავს აი თავის წუხილს, მე ეძახის რომ ამაზე შეიძლება ჩაჯდეს კიდეც ადამიანი და შემდეგ უყვება რა უნდა მოხდეს ამ ასე ვთქვათ შიდა მათი გაფუჭებული სისტემის პირობებში, როგორ უნდა გამოვლინდნენ მთელი ცეპი აი ამ გამყიდველი ადამიანების ჭყალებში გამყიდველის. და მე ანუ შეშფოთებას გამოხატავს რომ ეს ჩემი საქმეა თუ თქვენი საქმეა ბოლო-ბოლო და მე ეუბნება რომ რაღაცა ვიდეოს იულია გამოგიგზავნის რომ სავარაუდოდ იმ საგამოძიებო პროექტზე საუბარი, სადაც ეს ფოტომასალა გამოქვეყნდა. ინსტრუქტაჟს ვისთან გადის ივანიშვილი, თქვენ ახსენეთ რომ კრუშანოვი თქვენი ვარაუდით არის მენტორი. აი რა დონემდეა რუსული სპეცსამსახურების შეჭრილი ქართულ სისტემებში? ყველგან ფაქტიურად მათ აქვთ 100%-იანი დაქვემდებარება და წვდომა დღევანდელი მონაცემებით, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი და ორი დღის პროცესი, ეს პროცესი მიმდინარეობდა განსაკუთრებით, ანუ მთელი ის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა სათავეში, მაგრამ ბოლო მე 2 წლის განმავლობაში ისინი გადავიდნენ უკვე ამ სპეცოპერაციის აქტიურ ფაზაზე, რასაც მოყვა მთელი ეს რიგი მოვლენები, რა რეალობაში ჩვენ დღეს ვცხოვრობთ.